გაგაცავთ. 24 წლის სტაჟი აქვს პოლიციაში მუშაობის. ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ყველას. მე მინდა მართლაც ამაღლებული განწყობითა და სიამაყის გრძნობით მოგესალმოთ ქვემო ქართლის რეგიონში, რომლის მრავალეთნიკურობა არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს ფაკუთხედი. დღეს ქალაქ რუსთავში ჩვენ ვასრულებთ საპატრულო პოლიციის რეფორმირების პირველ ეტაპს. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. უამრავი წინაღობა გადავლახეთ, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით და მივახციეთ მნიშვნელოვან შედეგს. განხორციელდა საპატრულო პოლიციის რებრენდინგი. განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. გაიზარდა მომსახურების არეალი. გაუმჯობესდა სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. საქართველოს მთიანი რელიეფის გათვალისწინებით რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში, საპატრულო პოლიციის ავტოპარკი შეივსო ასევე პიკაპის ტიპის ავტომობილებით. და რა თქმა უნდა, ეს არის ეჯერ მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ თუ არა უკვე არსებული წარმატებები წინსვლის იმედიც არავის ექნებოდა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეფორმის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. ქვეყნის მასშტაბით იქმნება საპატრულო პოლიციის ახალი რეგიონალური დანაყოფები, რომელიც ფუნქციონირებას განახორციელებენ ახალ კომფორტულ თანამედროვე შენობებში. ამ დანაყოფების მიერ უზრუნველყოფილი იქნება დაუფარავი მიმართულების პატრულირება. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საქართველოს რეგიონების ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სრულ მომსახურებას. იხვეწება საპატრულო პოლიციის მართვის სისტემა. იქმნება გურიის რეგიონის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ფარავდა იმერეთსა და აჭარის მთავარი სამმართველოები. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიების გატარების შედეგად ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და სიმშვიდის დაცვა. აქვე მინდა შევეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების თემას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ განვლილი წლის შედეგებზე, მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მთავარი მიღწევა, ჩვენი მთავარი მონოპოლი არის თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობდა გასული წლების განმავლობაში. მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო კოლეგებო, თუ როგორი ძალადობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არჩევნებში მონაწილეობა. მე მინდა შეგახსენოთ, როგორი ძალდატანებით ხდებოდა პოლიციის თანამშრომლების მიყვანა საარჩევნო ყუთებთან. ეს ეპოქა წარს უშაბარდა, ჩემო მეგობრებო. ეს აღარასოდეს განმეორდება. მე მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის მეთაურის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნებით, მისი დავალებით ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო. ისეთი გარემო, რომელსაც იამაყებდა ნებისმიერ ევროპული ქვეყანა. ჩვენ მივახციეთ ევროპულ სტანდარტებს. ამით მე პირადად როგორც საქართველოს მოქალაქე ვამაყობ. და ვამაყობ თითოეულ თქვენგანით. ვინაიდან რომ არა თქვენი ძალისხმევა, რომ არა თქვენი თავდავზოგავი შრომა, ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებდით. ამიტომ მე მინდა მოგილოცოთ. მე მინდა აქვე მოგიწოდოთ, რომ მოქალაქის ვალი რომ შეასრულოს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს არჩევნებს, რომ მოიხადოს თავის მოქალაქეური ვალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა უბრალოდ მოგიწოდოთ ყველას, თითოეულ თქვენგანს, რომ არჩევნებში და კონკრეტულად ამ არჩევნებში მონაწილეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თითოეული თქვენი ხმარიც უაღრესად მნიშვნელოვანი. ვინაიდან ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება, ამიტომ მე მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა თქვენთაგან მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. და რას თავარია, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნო, რომ ეს არის პირველად დღეს საქართველოში ტარდება პირველად თავისუფალი ღია და გამჭვირვალე არჩევნები. მართლაც ევროპული სტანდარტის არჩევნები, რომელსაც აღიარებენ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები. ჩემო მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ქვემო ქართლის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი უდესი სრულისათვის. მე მჯერა, რომ ჩვენი წარმატებები კიდევ უფრო გაგვაძლიერებს მომავალი გეგმების
განუხრელად განხორციელებაში. და ბოლოს მინდა ისიც თქვა, რომ უახლოებელ არჩევნებზე ჩვენ მაქსიმალურად ვართ მობილიზებული იმისათვის, რომ უზრუნველყოთ არჩევნების მაქსიმალურად 7 გარემოში ჩატარება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას და მას წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციებისგან. ჩვენ ვიქნებით მობილიზებული იმისათვის, რომ ჩვენ აღკვეთოთ ადგილზე ნებისმიერი პროვოკაცია და არ დაუშვათ რაიმე ტიპის ექსცესები. დიდი მადლობა. იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ ნათესავების სიები უნდა მიეტანათ პოლიციელებს, რომლებიც ამავე დროს სახელისუფლებო ხარდაჭერას აკეთებდნენ და ეს არის სრულიად შეცვლილი და ამისთვის თქვენ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას და საერთოდ ესეთ პოლიტიკური ნება რო არის, ეს მართლაც ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია და შემთხვევითი არ არის, რომ ბატონმა სიკორსკიმ და ბილდსმა დღეს აღიარეს, რომ საქართველოში ევროპული დონის აჩვენებდა. ბატონ ირაკი, პოლიციელებს აქვს კამერა. იმაგრებო ამაზე დიდი ხმაური ატყდა მე მახსოვს რომ ეს არის რაღაცა ღილი და სათვალთვალო რაღაცა და რომ გამგვიმარტოთ რა კამერა არის რა ფუნქცია აქვს როგორი ესე იგი დანიშნულება აქვს აი მე დავათვალიერე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვს ეს მიმაგრებული კამერა ტანზე თვითონ კი შეგვიძლია თვითონ გავასაუბროთ აი მორდანი შეიძლება კამერა, ესე იგი შეგვიძლია განვმარტოთ, ხო? რითიც არის კამერა? გითხრათ რა არის? ეს იცავს რეალურად ორივე მხარეს, იცავს მოქალაქეს ინტერესებს უფლებებს, ასევე იცავს პატრულის უფლებებს. იმიტომ რომ შემთხვევაში მოქალაქეს აქვს პრეტენზიები და უსაბეთებო პრეტენზიები. და ვინაიდან ჩვენ არ გქონდათ მტკიცებულებები, რომ ასე თქვაზე ადგილი ქონდა მოქალაქისგან ფიზიკურ თუ სიტყვის შეურაცხყოფას პატრულის მისამართით. რომ ამიტომ ეს არის ერთი მექანიზმი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, მაგრამ ამავდროულად თუ ადგილი ექნება პოლიციის მხრიდან რაიმე ზეწოლას ან სიტყვი რამ ფიზიკურ შეურაცხყოფას ეს კი მტკიცებულება რომელიც შეგვიძლია გამოიწვიოს ეს არის ორივე მხარეს შეუძლია გამოიყენოს დავის შემთხვევაში. კარგია ეს განმარტება ძალიან დიდი ასე ვთქვათ პროგრესია მიმართულებით. მსგავს ტიპის საჭიროები მე მგონი აღარ შემოსულა ბოლო თვეების განმავლობაში. ეს აღმოფხვრით აი ამ ყველა პატრულის და ყველა თანამშრომელს აქვს ეს კამერა და მანქანებიც მე ვნახე ყველა მანქანა კამერით არის. ყველა მანქანა აღშურული ვიდეო თვალით კი ბატონო. და თანამედროვე აღშურილობა არის დამონტაჟებული. ანუ დავის შემთხვევაში მანქანის ვიდეო თვალი, პოლიციელის ვიდეო თვალი, ყველაფერი ეს არის ფაქტოლოგიური მოკლედ შეუძლია რომ მოითხოვოს ამ ვიდეო ჩანაწერის ასლიც მიღება, ის მოითხოვოს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს თვითონ რომ უკანონოდ იქნა დაჯარიმებული ან გაჩერებული. და ორმაგი დაზგობა არის, ანუ ავტომობილში გვიყენია ვიდეო თვალი და თუ ასე დამოწმდა თუ ჩვენ დავამტკიცებთ რომ ესე იგი ეს ავტომობილმა დაარღვია პროცესები, ამით შესაბამისი მტკიცებულობა გვექნება. და მე ვიცი ბატონო მინისტრო თქვენი პოლიტიკა რომ გზატკეცილებიდან უკვე საპატრულო მანქანები უნდა გადავიდეს შიდა გზებზეც და გადასულია უკვე და ეს მანქანების მატებაც აქედან გამომდინარე ჩვენ გავზარდეთ ეკიპაჟი გავზარდეთ 30%. ეს არის მართლაც უპრეცედენტო და პატრულების არეალი გაიზარდა. შესაბამისად ეს სერვისი ამას მე დავარქმევ სერვისი საფრთხეების სერვისი ხო შემოსაზრდომი გახდა თითოეული მოქალაქისთვის მართლაც იმ უბნებში იმ ქალაქებში სადაც მანამდე იმ სოფლებში სადაც მანამდე არ დადიოდა პატრული რომ არ იყო ამის საშუალება თუ არ ვიცი ესე რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი სიახლეები დაგეგმილი რომელიც გრძელდება ხვალგვას ხოთაშორის პრეზენტაცია წლის ანგარიში მინდა რომ ჩავაბარო უბრალოდ ერთი წელი გავიდა მაშინ რაც მე დავამტკიცეთ მინისტრად ბატონზვიად ასე რომ ხვალ გექნებათ კიდევ ერთხელ საშუალება რომ გაეცნოთ ჩვენს მიერ მიღწეულ შედეგებს